ბადრი ჯაფარიძე ჩვენ ხედავთ ახლა კაპიტულიუმის ფონზე გვერდება ვიცით რომ დღეს გრძელდებოდა კიდევ შეხვედრები თუ არ ვშტები კიდევ ორ კონგრესმენს შეხვდით მოგესალმებით ბატონო ბადრი და გვიანბევთ ამ შეხვედრების მიზნებისა და შედეგების შესახებ მადლობა ჩართვისთვის გუში მქონდა ძალიან დატვირთული დღე ხუთ კონგრესმენს შეხვდით მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო რედი ფრიმანთან, იყო შეხვედრა ჯო ვილსონთან, ესენი არიან ძალიან გავლენიანი ფიგურები კონგრესში, ასევე ჰქონდა დღეს შეხვედრები რონესტასთან, ასევე ჰქონდა მილერთან, გაგაოდო მილერთან და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა სენატში როჯერ ვიკერთან. და მე მინდა გითხრათ ერთი რამ რომ კონგრესის და სენატის განწყობილება აბსოლუტურად ერთიანი მე ვიტყოდი და ჩვენი ხალხი ჩვენი სახელმწიფოს ხარდაჭერა არის პირდაპირ გამოკვეთილი როგორც პრიორიტეტი საქართველოს ურთიერთობაში ის რომ პრორუსული რეჟიმი კრემლის მართული რეჟიმი რომელიც ახლა იყენებს ბრუტალურ ტაქტიკას ანუ ადამიანების სემა მათი უფლებების ფეხქვეშ გათელა, რა თქმა უნდა ეს რეჟიმი მიიღებს საკადრეს პასუხს. ახალი ადმინისტრაცია, რომელიც 20 იანვრიდან შედის ძალაში და დაიწყებს ფუნქციონირებას, აქ არიან გამორჩეული პოლიტიკოსები, გამორჩეული ბიზნესმენები, მინდა ხაზზე გავუსვა, ვარსკვლავებს პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ვფიქრობ, რომ ახალი ადმინისტრაცია ძალიან ეფექტურად იმოქმედებს ავტოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ და ასეთი კატეგორიის რეჟიმი არის დღეს საქართველოში შესაბამისად ქართულოცნა უნდა ელოდება ბატონი ბადრი დაგვიბრუნდება სხვა შორის იმის პარალელურად როცა ისინი შეხვედრებს მართავდნენ კონგრესში სენატში მიმდინარეობს აქტიური განხილვები პრეზიდენტ ტრამპის არჩეული პრეზიდენტის ტრამპის ადმინისტრაციის ახალი წევრებისა და ძალიან საინტერესო საყურებელი არის ზოგადად კანონმდებლები სენატორები კონგრესმენები რამდენად აქტიურად მონაწილეობენ ამ კანდიდატურების განხილვაში რა არის ნამდვილი დემოკრატია ამის ნახვა შეიძლება ვისაც დრო აქვს თუ შეუძლია თვალი ადევნოს ამ განხილვებს ბატონ ბადრის ამერიკული პოლიტიკური სისტემის ასე ვთქვათ მუშაობის სპეციფიკაზე რა თქმა უნდა აქვს ჩამოყალიბებული თავისი აზრი და ზუსტად ამ კუთხით მინდა ვკითხო მას სულ რამდენიმე დღეში პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია შეუდგება თავის აქტიურ საქმიანობას კონგრესმენი ვილსონი საქართველოს პრობლემატიკით ძალიან აქტიურად არის დაკავებული თუმცა არავის ეპარება ეჭვი იმაში რომ ეს არ არის მხოლოდ მისი პერსონალური ძალისხმევა თუმცა ამ მომენტსაც დიდი მნიშვნელობა აქვს გაქვთ თუ არა შეხვედრები აღმასრულებელი სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა ინსტიტუტების ფარგლებში და ასევე ძალიან საინტერესოა ანალიტიკურ წრეებში რა განწყობები არის იმიტომ რომ წლების განმავლობაში არ იყო ასეთი ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება ივანიშვილის მიმართ იყო გარკვეული კრიტიციზმი იგივე სააკაშვილის მმართველობასთან დაკავშირებითაც აი დღეს რა თემები არის აქტუალური ვაშინგტონში საქართველოსთან მიმართებაში შეხვედრები გვაქვს სახელმწიფო დეპარტამენტში იმ თანამშრომლებთან დეპარტამენტის რომელიც გააგრძელებენ მუშაობას ახალი სახელმწიფო დინების პირობებში დღეს იყო მოსმენები სწორედ სენატში მარკო რუბიოს მოსმენები იყო მიმდინარეობს დამტკიცება ახალი ადმინისტრაციის წევრების ცხადია რომ მათთან შეხვედრები დაიგეგმება იმ შემთხვევაში როდესაც ისინი უკვე დაიწყებენ თავად სამუშაო კაბინეტებში მუშაობას ეს ხდება 20 რიცხვის შემდგომ ჩვენ ამჯერად ფოკუსირებული ვართ შეხვედრებზე სენატში კონგრესში მინდა გითხრათ რომ სენატორი როჯერ ვიკერი არის უშუალოდ ჩართული საქართველოს ხარდაჭერ ყველა ძალისხმევაში სენატში და ძალიან მნიშვნელოვანია და კონგრესში ვისაც კი ვესაუბრეთ უკვე 7 კონგრესმენს ვესაუბრეთ და იქნება სრული ხარდაჭერა იმ ინიციატივების რომელიც ეხება ქართულოცნების არაღიარებას და ამავდროულად მეგობარი აქტს ამიტომ ყველასთან საუბარი გვაქვს იმაზე რომ შეერთებული შტატების მხრიდან ქართული ხალხი იმსახურებს კიდევ უფრო დიდ ხარდაჭერას იმისათვის რომ მოპოვებული იქნას ფუნდამენტური უფლება თავისუფალ და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უფლება. ეს სულ ჩვენს ხალხს და ასე უნდა განთავისუფლდეს პოლიტიკური პარტიები. ამიტომ მე ვფიქრობ, ხა ის
ხარდაჭერა, όσο ჩვენ ხედავთ კონგრესში, სენატში, საქართველოს ქართული ხალხის მიერ არის გამორჩეული მართლაც უმნიშვნელოვანესი მით უმეტეს ესეთ გადამწყვეტ მომენტში. და ვფიქრობ, რომ ახალი ადმინისტრაცია, რომელიც მინდა კიდევ გამმეორდე, რომ მართლაც გამორჩეული ვარსკვლავებით არის დაკომპლექტებული პოლიტიკური ვარსკვლავებით და ვარსკვლავებით ბიზნესიდან, ახალი ადმინისტრაცია იქნება ძალიან ეფექტური სწორედ ავტორიტარული, ავტოკრატიული რეჟიმების წინააღმდეგ, ასეთ რეჟიმების ნუსხაში არის ქართული ოცნება. და ბატონ ბადრი, ბოლო კითხვას დაგისვავთ, თქვენ ქართველებს ვაშინგტონში და შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველ ჩვენ სათვისტომოს ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებსაც შეხვდით, რა იყო მთავარი გზავნილი მათი მხრიდან თქვენს მიმართ, როგორც პოლიტიკური ლიდერების მიმართ, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ახლა იმყოფებით შეერთებულ შტატებში? ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა ჩვენ დიასპორის წარმომადგენელთა გულანთებულ პატრიოტებთან, რომელიც განიცდიან ყველაფერს იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში ახლა, ის ადამიანები ცდილობენ დაეხმარონ ჩვენს სახელმწიფოს ძალიან უჭიერი ხალხი, მათ რა თქმა უნდა ვესაუბრეთ იმაზე, რაც არის საზოგადოების დაკვეთა, რომ პროდასავლური ოპოზიცია იყო ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში იმისათვის, რომ იგივე ჩვენმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად მუშაობა, რომ ჩვენ შეგვიძლია ყველა განსხვავებები გვერდზე გადავდოთ და ქვეყნის ინტერესებიდან, ქვეყნის პრიორიტეტებიდან გამოვიდეთ და შესაბამისად ამაზე ქონდა საუბარი და იმაზე, რომ უფრო მეტი ინფორმაცია სჭირდებათ მათ ჩვენგან, პოლიტიკოსებისგან, იმ სამუშაოზე, რომელიც ხორციელდება ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, იმისათვის, რომ მათ კონდეთ სრული ინფორმირებულობა და შესაბამისად მათი ჩართულობა იქნება მაქსიმალური. იმიტომ რომ ეს არის ძალიან ნიჭიერი ხალხი, ძალიან ბევრი შესაძლებლობები აქვს და მათი დახმარება ჩვენი ქვეყნისადმი არის ძალიან მნიშვნელოვანი განსაკუთრებით ესეთ კრიტიკულ მომენტში. ძალიან დიდი მადლობა ბადრი ჯაფარიძეს, ვემშვიდობები მას ვაშინგტონიდან გვერდებოდა ის თავის კოლეგებთან ერთად აგრძელებს ვიზიტს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში.